გამარჯობათ მეგობრებო, ახლა ვარ მე ბორჯომში და აქ არის ეს საოცარი თავის ქალები და ძვლები, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინე ბორჯომში ერთ-ერთ მონასტერში, ტაძარში, ვისაც სურვილი აქვს რომ გააშუქოს ტელევიზიებს, შემიძლია რომ დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია. ყოფილა ასეთი ყვიბისის მონასტერი, რომელიც დედაოებს გაუთხრიათ ეს ჯერ ტყეში უპოვნიათ ასეთი ნანგრევები გაუთხრიათ და ჩასულან კიბის დახმარებით და აღმოუჩენიათ სამარხი, სადაც 3000-მდე ეს ძვლები და თავის ქალები უპოვიათ. აგერ არის 700 თავის ქალა, ზოგი ისრით მოკლული, ზოგი ხანჯლით, ზოგი დამახინჯებული, ყველა თავის ქალა თავის ისტორიას ყვება და შესაბამისად არის აგრევე ასევე თავის ქალები განუვითარებელი 3 თავის ქალა, ალბათ რამე ჭირდათ დაავადება ამათ პატრონებს და ყველა ყვება თავის ისტორიას. და როგორც მომიყვნენ, ეს ადამიანები იყვნენ ძალიან მაღლები, ძალიან ძვლებით და თავის ქალებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ასე ვთქვათ კარგი აღნაგობის ადამიანები და შესაბამისად 2 მეტრა ნახევარიც ყოფილა, როგორც მითხრეს, ხო? 2 მეტრაზე მეტი იყვნენ აღნაგობით, წვრილი წელით და ასე ვთქვათ სიმპათიური ხალხი, განიერი მხრებით, კი. და აქ არის, ეს 700 მამის თავის ქალა არის და თარიღდება მე-7 საუკუნიდან მე-17 საუკუნემდე სავარაუდოდ და ძალიან კარგი იქნება თუ დაინტერესდება ამით შესაბამისი, ასე ვთქვათ, სამსახურები და გააცნობს ამ საოცრებებს მსოფლიოს. საქართველო არის მდიდარი თავისი ისტორიით, თავისი ყველა სამარხებით და ყველაფრით, რაც მსოფლიოს უყვება იმ დიდ ისტორიას და იმ დიდ ამბებს, რასაც ანალოგი არ ყავს და შეიძლება ორგან-სამგან იყოს და კარგი იქნება თუ სწორად ამ ამბებს გავაცნობთ ხალხს, ხო ნინო? მე ვარ აქ ჩემს ნინოსთან ერთად, ჩემს შვილთან, ჩემს ანდრიასთან ერთად, ჩემს ლაზარესთან ერთად და მინდა რომ უფრო მეტი ვიცოდე ამ სამარხების შესახებ და უფრო მეტად დაინტერესდეს შესაბამისი სამსახურები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით თუ არქეოლოგიური თუ რაც არის ნებისმიერი მიმართულებით და მსოფლიომ გაიცნოს ის ჩვენი დიდებული ისტორია, ის ყველა ღირებულებები, რითაც საქართველო დღეს აქამდე მოვიდა. რომ არა ქართველები, რომ არა საქართველო, თემურლენგი და მურვანყუ საქართველოს გავლით რომ არ ყოფილიყვნენ მთელ ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც გადაუვლიდნენ და სწორედ რომ ასეთმა მოწამეებმა შეაჩერეს ეს ხალხი და სწორედ რომ ჩვენი წინაპრის დამსახურება არის ის, რომ დღეს საქართველო არსებობს და დღეს მსოფლიოში ბევრი ღირებულები რამეები და ქვეყნები გადაურჩნენ გრევას და შემოსევებს, რაც საქართველომ გამოიარა და საქართველომ, ასე ვთქვათ, თავისი ღირსეული მეომრებით და ღირსეული მოწამეებით შეაკავა და თავის თავზე გადაიტანა ის ყველა ტკივილი.